პოლიციამ გამოიყენა კანონით გათვალისწინებული საშუალებები, ის იყო ფიზიკური ძალა და სპეციალური საშუალებები, მათ შორის იყო წყალსატყორცნი და იყო შესაბამისი საშუალებები. რაც შეეხება კონკრეტულ ნივთიერების საკითხს, განმარტება, რომ თითქოს და ის გამოყენებული იყო კამეტი, ეს არ შეესაბამება სიმართლეს და არის მტკნარი სიცრუე, გამოყენებული იქნა ის საშუალებები, რაც არის კანონით გათვალისწინებული, შესაბამისად აღნიშნულ რა საშუალებებია გითხარით? აღნიშნულ საკითხზე მიმდინარეობს გამოძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, შესაბამისად ყველა კითხვას, რაც საზოგადოებას აქვს, გაეცემა პასუხი. თქვენთვის ხო გამოძიების გარეშე ცნობილია ბატონო ალექსანდრე, რა ნივთიერება გამოიყენეთ? ნუ თუ თქვენს გამოძიებისთვის გჭირდებათ დრო, ანუ თქვენ გჭირდებათ რომ გამოძიებას დაელოდოთ? თქვენ ხომ უკვე იცით წესით რა გამოიყენეთ მოქალაქეების წინააღმდეგ? ჩვენ გვაქვს ყველა დოკუმენტი და ბატონო მინისტრმაც გამომარტა, რომ ყველა საშუალება რაც იყო გამოყენებული, ამ შემთხვევაში იყო შესაბამისი სტანდარტების. რატომ არ აქვეყნებთ ამ დოკუმენტებს? რატომ უნდა დაველოდოთ გამოძიებას? თქვენგან რატომ არ უნდა მივიღოთ ინფორმაცია რა ნივთიერება გამოიყენეთ შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენით? ჩვენ თანაშრომობთ გამოძიებასთან, შესაბამისად ყველა იმ დოკუმენტს, რომელიც გამოძიებისთვის იქნება საინტერესო და რელევანტური, იქნება წარდგენილი გამოძიების წინაშე და საზოგადოებას ხომ არ უშლის გამოძიებას ბატონო ალექსანდრე ამ დოკუმენტების წარმოდგენა? აი თქვენ რომ საზოგადოებას მიეწოდოთ ახლა ინფორმაცია იმის შესახებ რა ნივთიერება გაურიეთ წყლის ჭალში. ეს ხომ არ უშლის ხელს გამოძიებას? რატომ არ გვაცნობთ ამ ინფორმაციას? აღნიშნულ საკითხს გასვეთ შეიძლება ვიფიქროთ რომ არც კი იცით რა ქიმიკატები გამოიყენეთ წყლის ჭალში? ანუ კითხვები ერთი დასრულეთ კითხვები გიპასუხოთ. დასრულეთ კითხვები და გიპასუხოთ. რატომ არის პრობლემა ამ ინფორმაციის გასაჯაროება? გამოძიებას რატომ დაველოდოთ? ერთი წელია ეს კითხვები არსებობს. ანუ თქვენ მეუბნებთ რომ გამოძიებას არ უნდა დაველოდოთ და გამოძიება არ უნდა გამოძიებას ხომ ხელს არ უშლის თუ ამ ინფორმაციას თქვენ ახლავე წარმოადგენთ? იქნება არც კი იცით რა ქიმიკატები გაურიეთ წყლის ჭალში. იცით თუ არა რა სავენ კითხვებს და ველოდებ რომ დაასრულოთ. დაასრულოთ და კი ბატონო, როცა დაასრულოთ, გაგცეთ პასუხს. კი ბატონო. იცით თუ არა რა ნივთიერება გაურიეთ წყალში ნოემბერ-დეკემბერში აქციების დროს? შინაგან საქმეთა სამინისტრო და პოლიცია იყენებს ყველა იმ საშუალებას, რაც არის კანონით გათვალისწინებული და იმ სტანდარტების შესაბამისი, რაც გათვალისწინებულია სხვა ქვეყნების. იცით რა ნივთიერება გაურიეთ წყლის ჭალში? იქნება არც კი იცით რა ქიმიკატები გამოიყენეთ? აღნიშნულზე მიმდინარეობს გამოძიება, ყველა საჭირო მტკიცებულება წარდგენილი იქნება გამოძიების წინაშე და საზოგადოება გაიგებს სრულ სიმართლეს და დარწმუნდებით, რომ არანაირი მომწამლელი ნივთიერება და მათ შორის კამიტი, რაზეც თქვენ საუბრობთ, არ ყოფილა გამოყენებული. იცით და არ ამბობთ თუ არც კი იცით რა ქიმიკატები გამოიყენეთ? გესმით შემიძლია? იცით და არ ამბობთ თუ არც კი იცით რა ქიმიკატები შეურიეთ წყლის ჭალში? გამოძიებას უნდა ვენდოთ, დაველოდოთ, გამოქვეყნება ყველა ის ინფორმაცია, რომელიც საზოგადოების იქნება. ბატონო ალექსანდრე, იცით და არ ამბობთ თუ არც კი იცით რა ქიმიკატები გამოიყენეთ წყლის ჭალში შარშან? მიმდინარეობს გამოძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, მიმდინარეობს გამოძიება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, კერძოდ საუბარია BBC-ს დოკუმენტურ ფილმთან დაკავშირებით, შესაბამისად ყველა საჭირო მტკიცებულება, რომელიც აინტერესებს საზოგადოებას და თითქოს ის ფაქტი, რომ რაც ასე თქვა ჟურნალისტის ვარაუდებს ეყრდნობა და საუბარი იმაზე, რომ თითქოს და იყო გამოყენებული კამეტი არის მტკნარი სიცრუე, არ ყოფილა გამოყენებული, არც ქონია არასდროს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რაც შეეხება კონკრეტულად რა ნივთიერება იყო გამოყენებული და ასე შემდეგ, ამაზე მიმდინარეობს გამოძიება, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და ახდება საზოგადოებისთვის ცნობილი. ბატონო ალექსანდრე, თქვენ იცით რა ნივთიერება გამოიყენეთ მოქალაქეების წინააღმდეგ და არ ამბობთ ამას, თუ არც კი იცით რა ქიმიკატები შეურიეთ წყლის ჭალში? გაგეცით უკვე პასუხი და იგივეს გამოვიდა. კი ბატონო, იგივეს გიპასუხოთ. იცით რა ნივთიერება გამოიყენეთ თუ არც კი იცით ბატონო ალექსანდრე? ანიქნებ მალავთ. ბატონო ალექსანდრე, ჩვენ შეიძლება ვიფიქროთ, რომ თქვენ მალავთ ამ ინფორმაციას. შესაძლოა კამიტზე მძიმე ნივთიერების გამოყენებასთან გქონდეს საქმე. საერთოდ რატომ გადაწყვეტეთ, რომ წყლის ჭალში უნდა შეგერიათ რაიმე ნივთიერება? იყო წინასწარ განსაზღვრა. რაც გამოიყენეთ, რა ეფექტი უნდა გქონოდა დემონსტრანტებზე და რა შედეგი უნდა მოეცა სპეციალური ძალებისთვის, რაც გამოიყენეთ იმ ნივთიერებას. შეგიძლიათ კიდევ ერთხელ გავმარტავ და ეს არის თქვენ კითხვას პასუხობთ ზუსტად. თქვენ კითხვას პასუხობთ. თუ დამაცლით, მიპასუხოთ. არა და კი ბატონო, დაასვით კითხვა და მოგისმენთ დიდი სიამოვნებით. კიდევ ერთხელ 2024 წლის 28 ნოემბრიდან
5 დეკემბრის ჩათვლით პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ყველა ნათლად ხედავდა, რომ აქცია იყო ძალადობრივი ხასიათის, იყო მასიური შტურმი და თავდასხმები პოლიციაზე, სახელმწიფო ინსტიტუტებზე მცდელობა იყო სახელმწიფო ხელისუფლების შეცვლის. დაშავდა 171 პოლიციელი, ისროდნენ მოლოტოვის კოქტეილებს, ფეიერვერკებს და ასე შემდეგ. შესაბამისად, ამ შემთხვევაში პოლიციას აქვს ვალდებულება აღადგინოს საზოგადოებრივი წესრიგი და გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებები, რომელიც ჩამოთვლილია პოლიციის შესახებ კანონში და ყველა ევროპული თუ ამერიკული პოლიცია იყენებს ამ საშუალებებს. ნივთიერების შერევა წყლის ჭაულში რატომ იყო საჭირო? რა დასაბუთება აქვს ამას? რა მიზნის მიღწევა კიდევ? და ძალადობა არის ერთ-ერთი საფუძველი, როცა შეგიძლია გამოიყენოთ წყლის ჭავლიც და მათ შორის ცემცადენი გაზით. ეს შედეგი იყო საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენა. წყლის ჭავლი რატომ არ კმაროდა? აი ეს არის კითხვა. რატომ იყო აუცილებელი რაღაც ნივთიერების შერევაც? შეიძლება ეს ნივთიერების იმაზე მეტი ზიანი იყო საჭირო მოქალაქეებისთვის მიგეყენებინათ, ვიდრე ეს წყლის ჭავლით მოხერხდებოდა? გაგეცით პასუხი, ეხლა მინდა უპასუხო თქვენი კოლეგის შეკითხვას, რომელიც შეეხება კანონის უზენაესობის ინდექსს და მინდა გითხრათ, რომ აღნიშნული ინდექსის თანახმად საქართველო არის მე-19 ადგილზე მსოფლიოში კანონის უზენაესობის და უსაფრთხოების დაცვის ინდექსის გათვალისწინებით და უსწრებთ ევროპის თითქმის ყველა ქვეყანას, მხოლოდ 4 ქვეყანას ჩამორჩება საქართველო. აღნიშნული ინდექსის ფარგლებში ფასდება ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების განცდა, ასევე ქონიათ თუ არა მათ კონკრეტული სამართალდარღვევის ან კანონსაწინააღმდეგო ქმედებასთან შემხებლობა და რა ასე ვთქვათ დამოკიდებულება დარჩათ. შესაბამისად ამ ინდექსის შეფასების საფუძველზე საქართველომ აქ ძალიან მაღალი შეფასება, ეს არის მე-19 ადგილი და ფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ასევე ძალიან მაღალი შეფასება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, ასევე ჩვენი სამართალდამცავი უწყებების დაუღალავი შრომის შედეგია. მინდა მადლობა გადაუხადო თითოეულ მათგანს იმ ასე ვთქვათ დაუღალავი შრომისთვის და საზოგადოებრივი წესრიგის ზრუნვისთვის. ბატონო ცენტრალ ვინ იღებს გადაწყვეტილებას რა ნივთიერება უნდა იყოს შერეული წყლის ჭავლში და გამოიცემა თუ არა ამაზე შესაბამისი დოკუმენტი? ყველანაირი დოკუმენტაცია, რაც კანონით არის გათვალისწინებული, ეს არის პოლიციის შესახებ კანონი, ეს არის შესაბამისი მინისტრის ბრძანებები, ეს მათ შორის არის 1002 ბრძანება, რომელიც არაერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელში არის და იყო ადრე მტკიცება, რომ თითქოს ამ ბრძანებაში რაღაცები აკრძალული იყო და მე აღმოჩნდა, რომ რეალურად მათ არ ქონდათ წაკითხული ბრძანება, იქ არის ყველაფერი გაწერილი, შესაბამისად დღეს მიმდინარეობს გამოძიება, ყველა საჭირო მტკიცებულება, რაც საჭიროა იმისათვის, რომ გამოძიება მიიღოს გადაწყვეტილება ამა თუ იმ საკითხზე, ჩვენი მხრიდან იქნება წარდგენილი და შესაბამისად საგამოძიებო ორგანოები იმსჯელებენ ამ საკითხს. ბატონო ალექსანდრე, ერთი თემაც მაქვს, თუ შეიძლება არ წახვიდეთ. ბატონო ალექსანდრე, საიას განცხადება 20-ის საქმეზე. მე გიპასუხებ. არა, ეს არის თქვენი პასუხი. არა, თქვენი კომენტარი. კითხვაზე პასუხი არ არის. ეს არის ის მე გავაკეთე კომენტარი იმ საკითხზე, რაც თქვენ დამისვით. და გიპასუხეთ მინიმუმ 10 ჯერ მე მგონი.